თავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს ომის ვეტერანი ქალბატონი, რომელმაც შიმშილობა დაიწყო. ის ძველი კადრების გათავისუფლებას ელოდება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მას ძველი ხელისუფლების დრო შეექმნა. გენერალურ პროკურატურაში პატიმრების ახლობლებით შეიკრიბნენ, რომლებიც არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით საუბრის თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხის განხილვა იქნება. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2 დღე და ღამეა შიმშილობ გენერალურ პროკურატურის მისაღებში, მესამე დღე დაიწყო და ვარ ძალიან ცუდად, 4 ხილ ვარ დარბეული 9 წლის მანძილზე და მე-5-ით კიდევ გვარბევენ, ისევ ის პროკურორების ზიან, ვითხოვ ბატონ არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას და ასევე ვითხოვ იმ პროკურორების გადადგომას, აბსოლუტურად დაწყებული დავით მჭედლიშვილი, გოჩა ფარულავა, მიქა ბერიძია ერთი, ლევან კუჭავა და რა ვიცი, მთელი აი შევარდნაძისტები და სააკაშვილისტები, ისევ ის ხალხია. ვითხოვთ ეს პროკურორები, რომელიც უდანაშაულო ხალხს მოსამართლემ უთხრა, ვერ მიცემ ამ უსამართლოდ ამ ბიჭს ასეთ გადაწყვეტებას ვერ დავწერო და მე ხელს ვერ მოვაწერო და პროკურორმა უთხრა მე მოვაწერო. ესეთ გვაქვს საქმე, ამის და ვითხოვთ სამართლიანობას და ვითხოვთ ამ ძველი პროკურორების განთავისუფლებას. უკანონობის შედეგად მოხდა ისე, რომ გარდამეცვალა მშობლები და ძმა წამართვეს 6 ოთახიანი ბინა. არანაირი ყურადღება არ მომაქცია წინა ხელისუფლებამ, არანაირი ყურადღება არ მომაქცია ბატონმა პრეზიდენტმა. იმედია, რომ მოქალაქეებსაც მიაქცევს იუსტიციის სამინისტრო ყურადღებას და იმედია მაქვს, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი ასეთივე შემტევი დამცველი იქნება სამართლიანობის აღსადგენად მოქალაქეებისაც, არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა.